გამარჯობა, მე მაქსი ვარ, საჭმლის ვითაღერებული კრიტიკოსი და დღეს უნდა გავსინჯოთ შემომეჭამა. ბიჭო, ძალიან უცნაური სახელები აქვს საჭმელებს შემომეჭამაში. აი შეხედე, აი ეს არის ჯაგახინკალი, რა ჯანდაბა, ჯაგახინკალი. მე წნილები, შემწვარი კარტოფილი და რაღაც აი უცნაური სახლური საჭმელებია თუ რაღაც რა. მე ჯიპსი, ეს არის რაღაც ჯღანი აჭარული. კაროჩე რაღაცებს ავარჩევ და გავავიძახებ. მოვიდა ეს შემომეჭამა, მოიტანეს და აქ გვაქვს ჯონჯოლი. ეს ალბათ ღორის მწვადია, არა, დოგი აქვს, სოსისი იქნება. კაცუნა სოსისი. ნუ კაი სუნია. და აი აქ არის მწვადი, ნეკნის მწვადი. ჩემი მაყურებლები ხვდებით, რომ კარგი დღე არ დაადგება. ნეკნის მწვადს როცა აკეთებ, ან კარგი უნდა გააკეთო, ან არ უნდა გააკეთო, ან ოდესღაც მაქსიკო მოვა, შენ ნეკნის მწვადს გასინჯავს და თუ არ მოეწონება ძალიან ცუდად მოიხსენიებს. ეს კიდე ჯაგახინკალი, რომელთაც უნდა დავიწყო ახლა ალბათ ჭამა. ხალხაშორის დიდი ხანია რაც ვიდეო არ დამიდია, ახლა ჩემი გამომწერები შეამჩნევდით. ანუ არ მინდოდა რომ cheat day მქონოდა, იმიტომ რომ ცოტა წონაში მომატებული ვიყავი და რამდენიმე კვირა ჩავაგდე რა და დღეს როგორც იქნა მოვიდა cheat day. ძალიან დიდი ხანია გემრიელი საჭმელი არ მიჭამია უკვე რა. ერთი ცალი 2 ლარი ღირს, ალბათ ნორმალური ფასია ახლა ყველა რესტორანში უკვე დაახლოებით ეგრე ღირს ხინკლები. ნუ ნორმალური ფორმა აქვს, აშკარად სქელი ცომი აქვს. ხორცი ბლომად არის. თითქოს ძალიან კარგი უნდა იყოს მოლოდინს ეგეც ხმის. თან შემომეჭამას კარგი რეპუტაცია აქვს. და ხინკალსაც ჯაგახინკალის ჯიგრული სახელი ქვია, რომ უკეთეს ველოდი. მოდი ერთიც. რავი ნორმ რა. ნორმალურია რა. არც ესეთი გემრიელია, როგორც ველოდებოდი. შემომეჭამას რეპუტაციიდან გამომდინარე. ძირითადი ღირსება ის აქვს, რომ სქელი ცომი აქვს და მე ეგეთი ცომი მიყვარს ხინკლებში. როგორი ხორცია, იცი, გატარებულია, მაგრამ აი ძალიან წმინდად გატარებული არ არის. დავაი. ძალიან მშია და უნტოყლაპავ ეგრე რა. თორე ძალიან გემრიელი არ არის. ესეთი ძალიან მშირდაც რომ ძალიან გემრიელი არ მეჩვენება, ესე იგი მართლა არ არის ძალიან კაი ხინკალი რა. cheat day დიდი ხანია არ მქონია და ესეთი საჭმელი მენატრებოდა და მაინც გამისწორდა. აი YouTube-ზე ხახო შემიძლია რომ კვირაში ერთხელ მქონდეს cheat day და ერთი ვიდეო კვირაში დავდვან, ორ კვირაში ერთხელ მქონდა cheat day და ორ კვირაში ერთხელ დავარღვევ რა, ორ კვირაში ერთხელ შევჭამე სარაჯანსახ საჭმელს და ავტორთა ვიდეოს. აი TikToker-ები რო ბიჭო, TikToker-ები რა შვებით. მაგ შემთხვევაში აი TikTok-ზე ორიენტირებული ხალხი. მე ვიცი რამდენიმე TikToker-ი და მე ეს საჭმლის კონტენტი ხო მევასება და ამ ვიდეოებს მიგდებს ხშირად რა. არიან ტიპები, რომლებიც აი ყოველდღედებენ ვიდეოებს და ყოველდღე ცუდ საჭმელს ჭამენ და რავი, ხალხო, ცოტა გავუფრთხილდით თავს, თორე ეგრე დიდხანს ვერ გაძლევთ. აი რაღაც რამდენიმე წელში ალბათ დასტუკავს. არ შეიძლება. აი ვიცი, კაროჩე, 1-2 ტიპი ძალიან მომწონს მაგათ ვიდეოების ყურება, მაგრამ უბრალოდ იმაზე ვფიქრობ ხოლმე, რომ 1-2 წელში არ დაემართება. ყოველდღე შაურმის და რაღაც თან დესერტსაც დააყოლებენ რაღაცა. ყოველდღე მასე რა ვიცი. აი არ დავასახელებ ვინ რო არ ეწყინოს რა. ოღონდ ერთ ზარს ვაუბრობ რამდენიმე ადამიანზე რა. ზოგი გამხდარია, ზოგი მსუქანი. ესეთი ადამიანებიც არსებობენ ხა რო ჭამენ და არ შუქდებიან და ადრე ფიქრობდი ხოლმე რომ ასეთი ადამიანები იღბლიანები არიან, თქო რომ ირაკაი რასაც ქნა ჭამდა არ შუქდებიან, მაგრამ არა, ჯობია რომ ჭამს შუქდებოდე, იმიტომ რომ მოგიწიოს ჯანსაღად ყვება და ჯანსაღად ყვება კიდე კარგია ზოგადად ჩვენთვის გვიან მოკვდები. ხო და ის ადამიანები რომლებიც ჭამთ და მალე ვსუქდებით, უფრო კაი პონდში ვართ, ვიდრე ის ადამიანები, ვინც ჭამენ და არ შუქდებიან, იმიტომ რომ ჩვენ უფრო ჯანმრთელად იზოლებულები ვართ, რომ ჯანმრთელად ვიკვებოთ, კაიგე? ზოგს კი ხა არ აინტერესებს წონა და ბულინგისკენ ნუ წაიღებთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ არა, მაგას არ ვაკეთებ ნამდვილად. ზოგს არ აინტერესებს როგორ გამოიყურება. ზოგი მსუქანია და მაინც ჭამს. ზოგს კბილებით უჭირავს წონა, აი ჩემსავით მსუქანი ვარ, მაგრამ მაინც ვინმე მიჭირავს, რომ ძალიან არ გავსუქდე. ჯონჯოლსაც ამოვკრათ. ჩვენ ხო გაგიგია ეგეთი ფრაზა, რომ როგორ ახარო და რავი, ჯონჯოლივით ავარო და ჯონჯოლივით ვარ, როგორ არის, იცი რომ ეს ხო ესეთი საჭმელია, რომ თუ სუფრაზე არის ჭამ რა და თუ არა და არავის არ ახსენდება. და ეგრე ვარო რა. დედა ჩემი აკეთებს ხოლმე, კაი ჯონჯოლს სპაგეტივით. კახურზეთ არ არის. ცოტა მეტად მარილიანია. ხახვიც წითელი უხდება, ჩემი აზრით. საერთოდ უმად საჭმელად წითელი ხახვი უფრო გემრიელია, ვიდრე თეთრი რა. აი ზედმეტად მარილიანია. ჩამარტყა იმენა. ძალიან მარილიანია, ძალიან.
ამას ქილიდან რომ ამოიღებ, სადაც ინახავ, ჯონჯოლს. უნდა ერთი წყალი გადაავალო და გაწურო. იმიტომ რომ ზედმეტ მარილები მოცილდეს. მერე უნდა მოვაწყე კახური ზეთი, მერე მოვაყარო წითელი ხახვი და ეგ არის ნამდვილი ძალიან კაი ჯონჯოლი. თვითონ ჯონჯოლი კაია, მაგრამ მომზადებულია ცუდად რა. გინდა კაი ჯონჯოლი გავაკეთო ახლა. ეს ხახვები ცოტა ხანს აქ შევინახოთ. მე გავუკეთებ მაგას, რაც საჭიროა იმას. აი ესე ავიღებ ამ ჩვენ ჯონჯოლს, აი ესე გადავწურავ მაიცა. ერთხელ გავავალებ წყალს ან ორჯერ. უკან დავაბრუნებ. კახური ზეთიც მაქვს კახეთიდან წამოღებული. კარგად დავასხათ. ეხლა კარგად აურდაურიოთ. ეს ხახვები ეხლა წითელი ხახვის დაჭრა, მაგრამ ეზარება. იგივე ხახვები დავაყაროთ, რომელიც ძალიან შევინახეთ და მივიღებთ უკვე კარგ ჯონჯოლს, კარგად დამუშავებულ ჯონჯოლს. აბა ვნახოთ. სულსხვარი. კახური ზეთი სულსხვარი რა. აი ესე თქვენ გაკეთებულ ჯონჯოლს ახლა ჭირდება გაკეთება, ხედავ? არა და რა უნდა. მარტივია, ამას ალბათ რაღაც ყიდულობენ ბაზარში და უბრალოდ წყალი გადაავლე, გაწურე, კახური ზეთი დაასხი, წითელი ხახვი დააჭერი, გამოუშვი, მეტი არაფერი არ უნდა, მარტივია. სირცხვილია ამას რომ ესე ეკცევით. მართლა სირცხვილია. 7:50 ღირს და 2 წუთი ჭირდება პროფესიონალ მზარეულს ამის მოსამზადებლად. კაროჩი, წყურია ეხა ცოტა. აცივარში მაქვს კოკაკოლაც და ლუდიც. კომენტარებში დაწერე, სანამ მე მოვიფიქრებ რომელი მივაყოლო. შენ კომენტარებში დაწერე და აი მე რომელი აღმოჩნდება ჩემ მაგიდაზე, ნახოთ მართალი იქნები თუ არა. ოღონდ არის ჩეთაო. ცოტა რო შეგრილდა ეს, აი ვაფშე გაფუჭდა. ოქსიკო. იქ აივანზე ჩიტი დაჯდა და ოქსიკო ეჩხუბება. ძიგი კიდე უბრალოდ. სვაიშორის ჩემ კატაზე ძალიან უტაქტო კომენტარი დაიწერა რამდენიმე და აი როგორ მეზიზღება ეგეთი რაღაცეები, იცი? ჩემი აზრით. და ალბათ მორალურადაც სწორია ჩემი აზრით. შინაურ ცხოველებზე ესე ლაპარაკია, არ შეიძლება გაწიე კატა, მოაშორე ფურას გავსან რაღაცან. მასე როგორ შეიძლება რომ ძახე? წარმოიდგინე ამ კატასთან ერთად გავიზარდე მე. 22 წლის ვიყავი, ეს რო ჩემთან მოვიდა, რომ დაუძმაკაცდით და მაგის მერე 10 წელი გავიდა, ეხა 10 წლის ხდება დეკემბერში კოქსი. და ფაქტიურად ეხა 38 წლის ხდები და კოქსი კიდე 10 წლის ხდება. 10 წელია რაც ერთად ვარ და ერთად ვართ გაზრდილები რა. აი ჩემი ოჯახის წევრია, წარმოიდგინე, ანუ ჩემი ძმაკაცია, ამას რო ვიძახი, ჩემი ძმაკაცია თქო. კი არ ვიტყობი, მართლა ჩემი ძმაკაცია. როგორც ოჯახის წევრი ესე უყურებ და დარწმუნებული ვარ, ბევრი ცხოველების მოყვარული თავის ცხოველს აი ესე უყურებს რა, როგორც მეგობარს და როგორც ეხა მე ამას ძმაკაცს ვიძახი და აბსოლუტურად მართლა ვიძახი, რომ ჩემი ძმაკაცია და არა ესე ირონიით. ესე რა, ბევრი და აი ძალიან ბევრ ადამიანზე მეტად მიყვარს ჩემი კატა და რავი, აი ალბათ ოჯახის წევრებისგან არ გამოვარჩევ ალბათ რა. აი არ ვიცი როგორ აგიხსნა, ჩვეულებრივი ტიპია, რომელიც ჩემთან ერთად ცხოვრობს. იმიტომ რომელთანაც რაღაცა ურთიერთობა მაქვს ამერხანია და მაგაზე წარმოიდგინე ხე შენ ხა ამ ყველაფერს რა ცნობიერებ და მაგაზე მონები რომ ფურას გავს. აი ეგ იგივეა ეხა მამა შენზე რო გითხრა რომ ფურა გრას გავს ეგ კაცი გაწიე თქვა ბიძაშვილზე რო გითხრა რომ ფუ მე რას გავს რა. აი ხო წარმოგიდგენია როგორ უხერხულია და ჩემი აზრით ცოტა ყურადღება უნდა მიაქციოს მაგას ყველა ადამიანმა, იმიტომ რომ ძალიან უხერხულია, როცა მასე გეუბნებიან. იმასაც ხვდები რომ მაგას ის ადამიანები, ვინც მაგას წერდნენ კომენტარებში, დედაზე მაგას არ მეტყოდნენ და იმ ბიძაშვილზე და ცხოველი გონიათ ეგეთი რაღაცა დაბალიღობა, მაგრამ ეგრე არ არის რა. როგორც მიხო ლუდი გადაწყდა. რა არის cheat day ლუდის გარეშე? აი ეს ერდინგერი, ერთი თვე იქნება რაც მაცივარში დევს და მე არ ვსვავდი. როცა სპორტულ დიეტაზე ხარ, იქ ალკოჰოლზე საერთოდ ფიქრიც არ შეიძლება, რა თუ დალევა. აუ კაია. და საერთოდ ყველა ლუდი რომელიც ქართული არ არის კაია. ქართულმა ლუდს კეთება არ უწევთ. ქართულ ლუდი არ არის. ნეკნის მწვადი. ყველაზე სენსიტიური საჭმელი ჩემთვის. ჩემი საყვარელი საჭმელია ნეკნის მწვადი და ამის გაფუჭებას არავის არ პატიო. წითელი ხახვები აყრია, რაც ძალიან კარგია. აი შეხედე, ეს არის შვენიერი ნეკნის მწვადი. შვენიერი ნეკნის ნაჭერი, პროსტორად. გემო როგორი აქვს, ეგ უკვე შემწვავის ოსტატობაზეა დამოკიდებული და კიდევ ხარისხზე, ხორცის ხარისხზე, როგორი ღორი იყო, როგორ ცხოვრობდა, როგორ ხასიათზე დაიღუპა და ასე შემდეგ. იმედია კარგი იქნება. ნორმალურია. აი როგორი თავდაჯერებით ვლაპარაკობთ იმ მწვადზე? ამაზე კომპეტენტური არც ერთ საჭმელში არ ვარ რა. შემომეჭამათ, კარგი მწვადი ქონია, აქამდე გასინჯული მე მგონი არ მქონდა. მწვადზე კაცეთელი უფრო უხდება, ტანინიანი, მაგრამ
რადგან ლუდი დავლიე. ესეც უხდება, არ არის ცუდად. კარგი ხორცია, სწორი ნაჭრებია. აი 1-2 თუ არ ჩავთვლით და ეხა ამაზე არაფერს არ გვიძახი. რაღაც 5 ნაჭრიდან 4 კაია და კაია რა. აი ცხიმიანი ნეკნის ნაჭრებია. აი სწორი ნაჭრებია. კარგად არის შემწვარი, ნაკვეთში ხალხია შემწვარი და ხორციც კარგია რა. ეტყობა რომ კარგი ხორცია, ხარისხიანი. ამას რაც აკლია კახუნწვადამდე არის ის რომ ნაჭრები ოდნავ დიდი უნდა იყოს, იმიტომ რომ როცა ნაჭერი დიდია, სხვა გემოზე იწვება უფრო და წვენსაც კარგად ინარჩუნებს რა. სულ დიდი ნაჭრები უნდა იყოს, მაგრამ მესმის რომ ეს კომერციული ამბავია და პატარა ნაჭრებში უფრო მეტი ფული იშოვება, 5 ნაჭერია, დიდებს თუ გავაკეთებ. ხარჯია. ხო და დიდ ნაჭრებს თუ გავაკეთებ და სამცალს, მაგითაც უკმაყოფილო დაგჭირა მომხმარებელი, იმიტომ რომ რავი 5 ნაჭერი ხო მაინც უნდა იყოს და ამიტომ მესმის ეს კომერციული ამბავი და მეორე ცუდი ის არის რომ ნაკვეთში ხალხია შემწვარი და არა წალამზე. აი ამასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს რა, შეიძლება მწვადოლოგიაში თუ ძალიან ჩახედილი არ ახარ, ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდე და აი ნაკატოზე შემწვარი და გიგჩზე შემწვარი და რაღაცებიც გამიგია, მაგრამ არა მეგობრებო. წვადი თუ წალამზე არ იწვება, განსაკუთრებით რქაწითელის ან საფერავის წალამზე. ისეთი გემრიელი არ გამოდის, როგორიც აი კახეთში გაგისინჯავთ რა. კახეთში ოჯახში თუ გაგისინჯავს, კახეთში ოჯახში მწვადი, აი ეგ არის მწვადი. არც რესტორანში, კახეთში რესტორანებში დიდად კაი მწვადი არ კეთდება და თბილისში ხო საერთოდ. ალბათ აი ეს არის მაქსიმუმი თბილისში რაც შეიძლება მწვადი გააკეთოს ვიღაცამ რა. აშკარად იცის ტიპმა მწვადის გაკეთება, ვინც ეს გააკეთა, მაგრამ ისეთი ვერ გააკეთა, ფიზიკურად ვერ გააკეთა, როგორც უნდა იყოს და ნუ არც თქვით ხა მაგას რესტორნის პირობებში, ნაკვეთში შეწვა, კაი ნაჭრები გამოიყენა, რავი, ყველაფერი იქნა რაც შეეძლო, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ შედეგს ვერ მიიღებდა, რაც ნამდვილი მწვადია. ამიტომ გეტყვით რომ კაი მწვადია და რეკომენდაციასაც მოგცემთ ამაზე. ოღონდ ნეკნისა. მაგათ ორი მწვადი აქვს, ჩოლობრივი მწვადი და ნეკნის მწვადი და ეს ნეკნის მწვადი მართლა კარგია. მარილიც კარგად აქვს. მოდი აი ნაჭერის 18 ლარგის კარგი მწვადია, რავი. იმსახურებს ათქულას და იმსახურებს რეკომენდაციას. თუ მწვადი მოგინდება, ამის მერე იცოდე რომ ერთ-ერთი საიდანაც შეგიძლია მწვადი გამოიძახო, შემომეჭამაც არის და მან კარგი ნეკნის მწვადი აქვს. და იცოდე რომ როცა მწვადზე ვსაუბრობთ, თუ შინ არ გაგეშინჯავს კახეთში, კახელი კაცის ხელით შემწვარი ნეკნის მწვადი, რომელიც წალამზეა შემწვარი, კაი კახური ტრადიციებით, შენ არ იცი მწვადი რა არის და ნუ მეკამათებეთ. კომენტარებში ვიღაცები წერენ ხოლმე რომ ჩვენთან სამეგრელოში ძმა იცი კაი მწვადია და ჩვენთან ბათუმში რო წვავთ, აქაც მაგარი მწვადია, აქ ჩამოდი და რაღაც ეგეთებს. აი, ნახე, მწვადი არის კახეთში. როგორც კახეთში ვერ გაკეთებენ იმერულ ხაჭაპურს, ისეც საამაყოს როგორცაც იმერეთში აკეთებენ, ისევე იმერლები ნუიტყვით რომ ჩვენთანაც მაგარი მწვადიაო. იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ იქნება ეგრე რა. ყველა კუთხეს თავის დამახასიათებელი საჭმელი აქვს და ყველა კუთხეში იციან ეს დამახასიათებელი საჭმელი როგორ მომამზადონ, გაიგე? ხო და მწვადი კახეთისაა ძმაო და შეეშვით რა. შეეშვით. არა, განა არ გააკეთოთ მეთქი. მე რა უფლება მაქვს რამე აგიკრძალოთ. მაგრამ უბრალოდ იმას მაინც ნუ მეტყვით რომ მან ეგ რა არისო ძმაო შენ ჩამოდა ბათუმში ეს მწვადი უნდა გაჭამაო ვერ მაჭმევ. მწვადს მაჭმევს მამაჩემი. მამაჩემი არის მწვადოლოგი. აი მამაჩემის ნაირი კაცის შემწვარი მწვადი უნდა ჭამო რა. კონტუ საჭკაობს ხოლმე ეგრე არა, ამბობ რაღაც საჭკაობი და ამუღამა რაღაც ელექტროსაწველი იყიდა და ხან ეზარება ტაფაზე წოს რაღაც. აი როცა მამაჩემი მწვადის ხასიათზია რა. აი ჯერ ხომ მწვადი მაგრა უყვარს, აი ალბათ ჩემზე მაგრად მწვადი უყვარს რა. მწვადის ნაჭრების არჩევა სხვა ის სულ სხვანაირი იცის რა. იცის რომ მე ნეკნი მევასება, ნეკს მახვედრებს ხოლმე, მაგრამ მამაჩემი მახვედრებს ხოლმე. ეგეთ ნეკნს რავი მე მიჭირს ვიყიდო რა. კაცი ხა ამ ხელა 62 წლისაა და თუ 73-ის, მამე ამდენ წელს ხარ ვაიმე. და მთელი თავის ცხოვრება მწვადს აკეთებს და აი ეგეთი კაცის შემწვარი მწვადი უნდა ჭამო რა, რომელსაც მწვადი ახოდუ ძალიან უყვარს და თან კახელია და თან ეს ყველაფერი გათავისებული აქვს. აი არ ვიცი მწვადზე რამდენი ვილაპარაკე, ძალიან ბევრი ლაპარაკი შემიძლია მწვადზე, იმიტომ რომ ძალიან მევასება. ეს ხინკალი ერთი ცალით შევჭამოთ და მეხუთე გამომივა. მე საერთოდ ეგეთი ციკები მაქვს რა. სუგაბანს და ეს ხინკალი აღარ იჭმება. ცხელი იყო ნორმალური, მაგრამ რო გაცივდა, ძალიან წარგაცებულა შეგრილდა, ვაფშე გაფუჭდა იმენა. ამ ხინკალზე ქულას არ ვიძახდი, იმიტომ რომ ბოლოს დაუწერ მეთქი და რავი, ორი ქულა რა. ეს ხინკალი არ ჭამო. ჯაგა ხინკალი კი ქვია და გიქნის ისეთ წარმოდგენას რომ ძალიან კარგია, მაგრამ ნახოთ არ არის ძალიან კარგი. არ ცოდნიათ თქვენ კაი ხინკალი შემომეჭამაში. ეხლა მეხუთე რატო შევჭამე, იცი? ზოგადად ეგეთი ციკები მაქვს რა. აი მასონივით ვარ, მე ხო ის ყველგან სიმბოლოებს ვტოვებენ და რაღაც სიმბოლოებზე რო არიან ჩაციკლუბები. აი მაგალითად YouTube-ზე ხა სადაც ამ ვიდეოს უყურებ, ჩემი
ჩემი არხზე გადადი და ქავერი ნახე რა, იქ სამკუთხედი ხო ხატია. სხვა შორის თუ ჩემი არხზე გადახვალ, მაგრამ გამოიწერე კიდეც. გამოწერეს გლაქს მიაჭირე. სამკუთხედი ხო ხატია, ეს აი ეგ სამკუთხედია. და ეს სამკუთხედი არის ცეცხლის ნიშანი, რომელიც ჩემი სტიქია, ჩემი დაბადების რიცხვის მიხედვით რა. ასევე ჩემ ლოგოს, ანუ YouTube-ზე ხო ჩემი ლოგო არის და აი იქ რაღაც პატარა წერტილი რო ეგ საყურია. ეს საყური თუ რაც ქვია, პირსინგი. ეგ არის რა. კიდე რავი, ჩემი მანქანის ნომერიც მანიფესტაციაა. ოღონდ ვერ გეტყვით რას ნიშნავს. არის AH AS111. ეგეც მანიფესტაციაა. და კიდე რა ვიცი, აი ჩემი ტატუებიც ყველა სიმბოლოებია რა, აი პროსტა ლამაზი ტატუ არა მაქვს, აი ესეც, აი ყველაფერს რაღაც მნიშვნელობა აქვს, აი ამასაც. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, ზოგადად სიმბოლოების კაცი ვარ რა. და ეხაც რიცხვებსაც ეგრე ვარ ჩაცეკული რა. თუ რაღაცას ვცდილობ სულ რომ რასაც გავაკეთებ, ან დავირჩევ, ან თუ აი პაროლს დავაყენებ, ეს არ უნდა მეთქვა. მაგრამ მაინც ვერ გამოიცნობ. ანუ ყველგან ხმარობ რიცხვს. ჩემს აყოლებ რიცხვებს რა, ერთ-ერთი არის 1 და ერთ-ერთი არის 5 რა. რომელიც ასევე ჩემი დაბადების დროის მიხედვით არის ჩემი იღბლიანი რიცხვები. აი ესეთი ციკები მაქვს. შენც ხო არა გაქვს. დამიწერე კომენტარებში, ძალიან საინტერესოა, მარტო მე ვარ ეგეთი გიჟი თუ ბევრი ვარ. კიდე რა იცი? ესე ქუჩაში რომ მიდიხარ, ან ესე საჭესთან რო არზი ხარ რა და ეგ ვერდიც ხარ, არაფერს აკეთებდი რო არ გაქვს. მანქანის ნომრებს უყურებ ხოლმე და ვცდილობ გამოვიცნო ეს ნომერი რატო აქვს, ან რაღაცა მსგავსი რა. და კიდე რაღაც აი მაღაზიების სახელები და რაღაცა რომ მიდიხარ და შენობებს აწერია, მაგას კითხულობ ხოლმე და ვიმეორებ და მე რომ ვცდილობ რომ გამოვიცნო რატო დაარქვეს ეს ან რაღაც დაიკიდე. არ უნდა მეთქვა მგონი, გიჟი ვერ გონდები ბევრს. გადავიდეთ სოსისზე. სოსისი რატო მაქვს საერთოდ არ ვიცი. საერთოდ ამ ბოლო დროს აი რაც ხალხთან ერთად ვიდეოებს აღარ ვიღებ. აი ჩემი წინა ვიდეოები როგორ იყო იცი? მე ხო ვჭამდი და წინ იყო ოზი კიდე ვიღაცა და აი მარტო არ ვიყავი რა. და მაშინ ბევრს არ ვლაპარაკობდი და საჭმელზე ვიყავი ორიენტირებული და ეხლა მარტო რო ვარ რაღაც როგორ პონჩი ვარ იცი? მე და კოქსი ვართ და აი თითქოს ვიღაცას ველაპარაკები და რასაც მინდა იმაზე ველაპარაკები რა, რაღაც ეგეთი შეგრძნება მაქვს. რასაც მინდა იმაზე ველაპარაკები. თითქოს ვიღაცა, აი თითქოს ეს კამერა ეხლა არის ვიღაცა, მაგრამ იდეაში შენ გელაპარაკები ხო? ნუ პრინციპი შეგრია. აქ არის პური, ორი ნაჭერი ის არის ლიტური სათქობის შავი პური და სოსის, რომელიც 18 ლარი ღირს და 3 ცალია, ოღონდ მართლა. აუ 3 ცალი სოსის 18 ლარი რატო ღირს? ძალიან დიდი ხანია სოსი არ მეჭამია. ზოგადად გადამუშავებული ხორცს ვერ იდები რა. და თქვენც გირჩევთ რომ მოერიდოთ. აი გადამუშავებული ხორცში გულისხმობ აი ძეხვეული ლორები, ჯერკი, აი დამარილებული, შებოლილი რაღაცეები რა. ცოტა ცუდია ჯანმრთელობისთვის და რო შეჭამ მაგას ისედაც იგრძნობ ხა ამას ორგანიზმს არ მოწონს რა. უნდა არ ვჭამ ხოლმე და. არა მიყვარს ძალიან. გემრიელია. ეს უნდა მივაყოლო ალბათ. რატო ვიყიდე სოსი მართლა არ ვიცი. ეს დამშევ მეჭამაში ძალიან უცნაური საჭმელები ქონდათ და ხინკალი, მწვადი, წნილები, ბევრნაირი, გუდის ყველი, სოსისი, ჩებურეკი, რაღაცნაირი საჭმელები აქვს და ყველაზე რაღაც საცილო სახელი ქვია. აი მდოგვიც მოგვიტანეს და ეს როგორი მდოგვიანე და გერმანული ხასიათის მდოგვი თუ საბჭოთა კავშირული ცეცხლს რო გაყრევინოს პირიდან. აუ, რა მხილა ჩავა. ამას თუ შევჭამ ესე რომ მე არ დავიმართება, არც გამოიწე. წავია. აუ ცხარემ დოგვია ძალიან. მე არ მომივიდა, ნაჭით არ შეიძლება გამოიწერა. აუ გამისწორდა, ბუდიც მოუხდა ამ ყველაფერს. ესე არც ისე დიდი სოსისებია, აი ძალიან გრძელები რო იყოს, კიდე 18 ლარს გაამართლდა კაცი, მაგრამ პატარა ჭუჭუკასავით სოსისებია. კაი სოსისია, ამ სოსის კარგი ფასი რო ქონდეს 10 ქულაც ეკუთვნის, მაგრამ რადგან ძვირია, რავი, ისეთი ძვირია, რომ მე მგონი 6 ქულაზე მეტი არ ეკუთვნის რა ფასის გამო. მაგრამ თუ კაი სოსისი გინდა, ნახდათ კაი სოსისია რა. რეკომენდაციას როგორც სოსისზე მოგცემდი, მაგრამ ფასი მაფერხებს ძალიან. საბოლოო ჯამში შემომეჭამა, აი საბოლოო ჯამში კარგია, კარგი მწვადი აქვს, კარგი სოსისი აქვს, ძალიან ცუდი ხინკალი აქვს და ჯონჯოლი ისეთი აქვს, რომ მოგიტანენ ახლდამნა გაკეთება. ამ ყველაფრის გასავალეცნებით ალბათ შემომეჭამას 1-6 ქულა. ეს იყო შენი მაქსიმალური ფისკო, არხი გამოიწერა და კარგად იყავი.